დედათა ინფორმირებული ჩართულობა ორსულობასა და მშობიარობის პერიოდში. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვერთდა უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში მედიცინის დოქტორი ქალბატონი ვერიკო ბაზიარი. დილომშვიდობის ქალბატონო ვერიკო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დილომშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც აღნიშნე, საკმაოდ საინტერესო საკითხი გვაქვს განსახილველად და დავიწყოთ იმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ზოგადად ორსულობის საწყის საფეხურზე და თუნდაც მანამდე უკვე რომ ინფორმირებული იყოს ქალბატონი მშობიარობის შესახებ, ორსულობის შესახებ და რა გზა უნდა გაიაროს სანამ თუნდაც დაიგეგმება ორსულობა, ან თუ დაუგეგმავი არის, როგორ უნდა შეემზადოს ამ ყველაფრისთვის და რა მოიაზრება ინფორმაციულ სიმდიდრეში, ასე ვთქვათ, რომელიც ასე აუცილებელია დედისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან აქტუალური თემაა და მეებს გასვაშუქება თქვენ არაერთხელ სცადეთ ეს და ძალიან დიდი მადლობას გიხდით, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად დღევანდელ ძალიან რთულ დემოგრაფიულ სიტუაციაში თითოეული ორსულობა, თითოეული ჯანმრთელი ბავშვი ჩვენი ქვეყნისთვის საერთოდ ზოგადად, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ქალის ინფორმირებულობას, არა მარტო ქალის, არამედ საერთოდ ზოგადად წყვილის ინფორმირებულობას და მისი ოჯახის წევრების ინფორმირებულ ჩართულობას ამ პროცესში აქვს დიდი მნიშვნელობა. რა იგულისხმება ამის ქვეშ და როდიდან უნდა დავიწყოთ ეს? მოდი ეს ვთქვათ, როდიდან დავიწყოთ. უნდა დავიწყოთ ალბათ ჩვენ ძალიან ვერიდებით და მე სულ არ მომწონს წლების განმავლობაში, როდესაც აი სექსუალურ განათლებაზე იწყება ლაპარაკი, ყურს ხვდება უშნოდ, არის მიუღებელი, მით უმეტეს ჩვენ სიტუაციაში და მე ხშირად მითქვავს ჩემი კოლეგებისთვის, რომ ჩვენ თუ გვინდა ამ მიმართულებით რა დადებითი ნაბიჯი გადავდგათ, ასე დავარქვათ, როგორც ვქიო, საერთაშორისო სტანდარტით, ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. როდიდან უნდა დავიწყოთ? მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება უნდა დავიწყოთ ალბათ ძალიან ადრეული ასაკიდან. აი როდესაც ქალი ორსულად და ის აჩენს ან ქალს ან ვაჟს, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ აი ქალის ჯანმრთელობა იწყება ლამის სეჩვილობიდან, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული ორგანიზმი აქვს ქალს, ღიაა ბავშვობიდანვე, შესაძლებელია თუნდაც ერთმა პატარა შეცდომამ, რომ მშობლების ლოგინში ხშირად გადაიყვანო შიშველი ბავშვი, ის ბანალური, არააგრესიული შეიძლება ითქვას, მაგრამ დედა და მამა ყოველთვის არის რაღაც გარკვეული ინფექციის მატარებელი, ბავშვისთვის შეიძლება აი მჩვილობიდან გახდეს უშვილობის მიზეზი. რეპროდუქციული, ვთქვათ, ჯანმრთელობის გაფრთხილება აი ამ დროიდან იწყება ქალებში. მამაკაცებს უფრო განსხვავებული ორგანიზმი აქვს, ასე ვთქვათ, ჩაკეტილი და შესაძლებელია ასეთი მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ აი ესეც კი უნდა იცოდნენ მშობლები. აქედან იწყება ზრუნვა ჯანმრთელი ორსულობისათვის მომზადებისა, ასე ვთქვათ. შემდეგ უკვე როდესაც იზრდება ქალიც და ვაჟიც, მათ უნდა იცოდნენ გარდატეხის პერიოდის თავისებურებები და ყოველთვის უნდა იყოს ხაზგასმული, რომ მათი პირადი რეპროდუქციული ჯანმრთელობა არის აბსოლუტურად საპასუხისმგებლო საკითხი, არა მარტო მისი ოჯახის და გენის გამრავლებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის. ამიტომ ამავდროულად უნდა ეწოდოს ინფორმაცია, რომ ყველა ადამიანს მიმაჩნია, რომ თავისი გენეტიკა უნიკალურია და უნდა რომ დამემკვიდრდეს. ამიტომ ყოველთვის უნდა ქონდეს ინფორმაცია, რომ თუ უნდა რომ ის მას ჯანსაღი მემკვიდრეობის გამგზავრებელი ყავდეს, აი ამ დროიდან უკვე გარდატეხის ასაკიდან იწყება ზრუნვა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. როგორ ეს ძანგრძელი თემა ეხლა ვერ მოვასწრებ ჩვენ. შემდეგ უკვე თქვენ ძალიან სწორად ბრძანეთ, როდესაც ჩემი დიდი ოცნება, რომ საქართველოში თქვათ ერთი დიდი ოცნება, ასე თქვათ, ბევრი ოცნებები, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან დიდი ოცნება ის, რომ წყვილი როდესაც იწყებს თანაცხოვრებას, მაქსიმალურად იყოს ხელშეწყობილი სახელმწიფოსგან, რომ მათ არ მოუწიოთ ახლა ახალგაზრდებს ჩვენ გვესმის, რომ ყავთ girlfriend და ასე შემდეგ boyfriend. არ ვიცი ხა ეს ამდენად მისაღებია და ვილაპარაკოთ, მაგრამ მოცემულობაა ესეთი, რომ ეს მაინც ხდება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მათ გქონდეთ თავისი საცხოვრებელი გარემო და ადგილი, სადაც შესაძლებელია ეს გადავიდეს ოფიციალურად ჯვრისწერით და ხელისმოწერით დაგვირგვინდეს და შეიქმნას ან თუნდაც ადრეულ ასაკს მოგულისხმობ, თქვათ აი სტუდენტობის პერიოდში უკვე შეიქმნას ოჯახები. იქვე უნდა შეეწყოს მათ ხელი, რომ თქვათ იყოს საბავშვო ბაღები, რომ ბავშვთან ვთქვათ კონტაქტი და მისი მოვლის პრობლემები არ ქონდეთ და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევამცირებთ არასასურველი ორსულობების დაუცველი სქესობრივი კავშირების რიცხვს, რაც ძალიან დიდ რისკებს უქმნის შემდგომში ორსულობასა და მშობიარობასა. ეხლა ყველაზე დიდი პრობლემა რაც ჩვენ გაგვაჩნია და ეხლა მე უკვე მივდივარ იქ, სადაც ჩვენ მუშაობთ უკვე და გვაქვს ესე იგი დღეს გადადგმული ნაბიჯი, თქვენ იცით რომ მე ბევრჯერ მოგიყავით თქვენ ამის შესახებ.
იაპონიის გამოცდილება გავიზიარეთ და ჩვენ უკვე პილოტურად დავიწყეთ აჭარაში წიგნი დაიბეჭდა და თქვა უკვე პირველი ივლისიდან მიგდება ეს წიგნი და ჩვენ პერიოდულად ვაკეთებთ აი ხსოვთ ზეგდილით მე უკვე მივდივარ ისე ბათუმში 10 დღით და ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით აი ამ პროცესს როგორ იღებენ ქალები როგორი გამოხმაურება მოხდა არა ჩვეულებრივი გამოხმაურება მოყვა ეხლა უფრო დამატებითი აქტივობა გახდა საჭირო მეცით რის ძალიან აიწია ინფორმირებულობა თვითონ სამედიცინო პერსონალში, იმიტომ რომ ჩვენ გადავამზადეთ ისინი ამ წიგნში მოცემულია ძალიან მოკლედ, მაგრამ მნიშვნელოვანი აქცენტები, ვიცით როგორც ადაპტაცია მოხდა წიგნის. ეს არ არის ზუსტად copy paste, ასე ვთქვათ, იაპონიის გადაღებული ზუსტი მოდელი, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი განსაკუთრებული პრობლემები და ამ პრობლემებს მოვარგეთ ჩვენ ინფორმაცია. აი ეს მინდა სწორედ ჩვენ გავაჟღეროთ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არასწორი არჩევანი საკეისრო კვეთის სასარგებლოდ. არასწორი არჩევანი ხელოვნური კვების სასარგებლოდ. აი ამ შემთხვევაში კიდევ აკრძალვა და კატეგორიული მოთხოვნა და ან თქვათ ესეთი კაცრი რჩევა არ მუშაობს. თვითონ უნდა გაიგოს რატომ არის ეს კარგი და ამიტომ უნდა ხოდეს თუ არა არჩევანის საშუალება, თქვათ ქალბატონს მომავალ დედას როგორ უნდა იმშობიაროს, თქვათ რა მეთოდით ბუნებრივად საკეისრო კვეთი თუ და როგორ ბალანსდება ზოგადად ეს საკითხი ძალიან საინტერესოა და საკეისრო კვეთა თუ თქვათ და არ არის ჩვენება ამის რომ აუცილებლად კვეთა მოხდეს ხოლმე საკეისრო მეშვეობით მოხდეს ბავშვის დაბადება. ასეთ შემთხვევაში ვისაუბროთ ასევე დადებით მხარეებზე და ვისაუბროთ რისკ ფაქტორებზე, როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. ძალიან კარგი შეკითხვა. რასაც ამაშია ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ახლა ამ წიგნში რაც აქცენტი უნდა გაკეთდეს, არა მარტო ამ დედისა და ბავშვის სამახსოვრო ამ ანკეტაში, არამედ ახლა ჩვენ დავბეჭდეთ მშობელთა სკოლის სპეციალური წიგნი, არსებობს ელექტრონული ვერსიაც, მაგრამ დაიბეჭდა 5000 წიგნი უკვე და ვფიქრობ თუ დაემატება ალბათ თბილისს უცებ მოვიცავთ თუ არა და დავიწყოთ მაღალმთიან რეგიონებში დარიგებას. მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული სწორედ საკეისრო კვეთას. აი ნახეთ რა განსხვავებაა იაპონია და ქართულ წიგნებს შორის. იაპონიაში არანაირი პრობლემა არ არსებობს საკეისრო კვეთის. ჩვენმა კოლეგებმა და აქაური გინეკოლოგები, რომლებიც ჩემთან ერთად იაპონიაში იყვნენ, გაფართოებული თვალებით უსმენდნენ, როდესაც ჩვენმა მიან გინეკოლოგმა კოლეგამ გამოაცხადა, რომ იაპონიაში საკეისრო კვეთის პროცენტი არის 19 და ისინი ძალიან წუხან, რომ კიდე მეტია ეს, არ უნდა იყოს ამდენია. ჩვენთან რამდენია 54. ეხლა წარმოვიდგინეთ, აი რა განსხვავება, ჩვენი პრობლემა ყოველი მეორე ქალი ირჩევს საკეისრო კვეთას. საკეისრო კვეთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით და ეს ათეული წლები არ იცვლება, არის 15%-ზე მეტი არ უნდა იყოს. თუ 15%-ს აჭარბებს, ეს უკვე საზიანოა და არ აუმჯობესებს პერინატალურ გამოსავალს, ანუ დედის მშობიარობის შემდგომ მდგომარეობას და ბავშვის ჯანმრთელობას. აპირით აუარესებს. საკეისრო კვეთის უპირატესობა და თქვათ ასეთ მისასალმებელია ის, რომ ვიდრე ეს ოპერაცია გაჩნდებოდა მედიცინაში, მანამდე იღუპებოდა ქალები იმ შემთხვევაში, თუ მენჯი იყო შეუთავსებელი, ბავშვის მდგომარეობა და ჩადგმა იყო არასწორი და ეს არის საკეისრო კვეთა გახლავთ გადაუდებელი ოპერაცია საჭირო შემთხვევაში და არა კომფორტი. იმიტომ რომ ეს თავის მხრივ ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. ეხლა ჩვენთან როგორი სიტუაციაა? ქალმა უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ დღეს უკვე აი ქალების არასწორი ან არასათანადო ინფორმირებულობის გამო, შიშების გამო, რომელსაც არ უხსნიან კონსულტირების დროს, ისინი აკეთებენ არასწორ არჩევანს და იმიტომ რომ მიანს ხშირად ურჩევნია ელოდოს არა 18 საათი და ნელა-ნელა მინდა გითხრათ თუ ელოდები და არ აკეთებს სტიმულაციას ორსულობის, შესაძლებელია ის ნელ-ნელა 10 ზოგ შემთხვევაში 8 განმეორებით მშობიარობა შევა 5-6 საათის შემდეგ ისე უმტკივნეულად გაიხსნას და ისეთი ასე ვთქვათ ასატანი ტკივილებით მოხდეს მშობიარობა, რომ არც გაუტკივარება დაჭირდეს და ასეც ხდება ხოლმე. ყველაზე გონიერი ქალი ასე იქცევა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ისეთი დიდი ბედნიერება მოყვება ხოლმე იმ მცირეოდან ტკივილებს მშობიარობის შემდეგ, რომ შენ გებადება აბსოლუტურად უპრობლემო ბავშვი. აი ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. თუ გაანალიზებ რა პრობლემები შეიძლება მოყოს შენ კომფორტს მშობიარობაში, მე არ მგონია თუ ქალმა იცის აი მის შესახებ დიდი სწორი ინფორმაცია აქვს, ასე შემთხვევაში რა პრობლემები შეიძლება მოყოს, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში აქვთ შიში, ტკივილი შიში ან სულისგან მოусმენიათ, ალბათ თუ პირველი მშობიარობა განსაკუთრებით მე რაც გამიგია და ირჩევენ, ასე ვთქვათ, უფრო ასე ვთქვათ, ცოტა უტრირებულად ადვილ გზას მშობიარობის. რა პრობლემა შეიძლება მოყოს თავად მშობლის და რა შეიძლება პრობლემა მოყოს ბავშვის ჯანმრთელობას საკეისრო კვეთის შემთხვევაში თუ ეს არ არის გადაუდებელი და აუცილებელი და ესე ვთქვათ, მაგრამ რა შემთხვევაში აუცილებელი და გადაუდებელი. კი ბატონო. ძალიან კარგი შეკითხვა. მასაც მაყენებთ ხოლმე ეს თქო სწორ გზაზე და იმიტომ ჩვენ დრო მოკლე გვაქვს და ამიტომ შევეცდები გიპასუხოთ ამ კითხვებზე.
ესე იგი, ერთი რომ აღვნიშნეთ ჩვენ რომ ბავშვის წონა ბავშვის ასე ვთქვათ პოზიცია დაბადების დროს თუ ეს არის ჯდომით ასეთ შემთხვევაში და ვთქვათ არის 3 კილო და 700-ზე მეტი ასეთ შემთხვევაში ბავშვი უნდა დაიბადოს აუცილებლად საკეისრო კვეთით იმიტომ რომ თუ პირველშობი არის მით უმეტეს თუ ბავშვი თქვა პირის სახით წინდებარეობაა და არა კეფით წინდებარეობა ასეთ შემთხვევაშიც ბავშვი თუ არის ტერფით წინდებარეობა თუ არის თქვა ხელით ხანდახან ასე იგი წინდებარეობა გარდიგარდმო მდებარეობა გააჩნია როგორია მშობლიარობის დროს ასეთ დროს საკეისრო კვეთა არის ერთმნიშვნელოვნად გადაუდებელი მაგრამ თუნდაც კეფით წინდებარეობა ბავშვი არის ნორმალური თქვა შესაძლებელია 3 კილო და 4-ით შეიძლება იყოს კეფა არის მაფიქსირებელი მშობლიარობის დროს და მას ძალიან იოლად შეუძლია მოამზადოს სამშობლიარო გზები მე არ ვიცი თქვენთან მე მგონი იმიტომ რომ ყველგან ყვები ამის შესახებ უნივერსალური ამბავია, როცა ჩვენ ველოდებით ბავშვის გადაწყვეტილებას. ბავშვის გადაწყვეტილების შემთხვევაში ის გვაგებინებს სომატური ჰორმონებით, რომ მზად ვარ დავტოვო დედის ორგანიზმი და დამოუკიდებელი არსებობისათვის. ეს არის მისი პირველი გადაწყვეტილება, თქო ძალიან ბევრი პრობლემების არის მნიშვნელობა აქვს. ერთი ფიზიკური ჯანმრთელობა და მეორე ფსიქოლოგიური. ბავშვი არის ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება. თუ ჩვენ მას ვაძლევთ პირველი გადაწყვეტილების შესრულების უფლებას და ის თავისი ნებით იბადება, მთელი ცხოვრება ის არის დამოუკიდებელი, პრინციპული, სოციუმში ადვილად ადაპტირებადი და ძლიერი პიროვნება. ანუ მას არ დაუთრგუნეს პირველი გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეხლა რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას. მინდა გითხრათ, რომ ესე კიდევ ვიმეორებ, საკეისრო კვეთა არის გამოუვალ სიტუაციაში მდგომარეობა, მაგრამ რა უპირატესობა აქვს ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუცნობი და შეუცნობელია, რას აკეთებს აი ვიწრო გასავლებში, თავის კომპრესიის დროს, რა ცენტრები ირთვება. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, გონებრივი განვითარების, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების, ათვისების და ასე შემდეგ, ამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აი ვიწრო გზის გავლას. ეხლა რა მინდა რომ იცოდეს დედებმა, რა თქვა აი რაც აქ სადღაც მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. მიანი ძალიან იოლად გაყვება მათ კატეგორიულ მოთხოვნაში, იმიტომ რომ საკეისრო კვეთა კეთდება 15 წუთში უმარტივესი ოპერაცია დედისთვისა უბრალოდ ხალი ვისაც უმშობი არის, მან იცის რომ რამდენიმე საათში მას შეუძლია აიაროს, გადგეს, გაიაროს, გამოიაროს, დავიშვილს მოუვარდონ. საკეისრო კვეთა ერთი ხანდა რჩება ინტენსიურ განყოფილებაში. ის არის ჩვეულებრივი ოპერაცია, მას სჭირდება გარკვეული დრო რომ მოვიდეს თვითონ გონზე და ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საათები და დრო რჩება შვილი მის გარეშე. ეს არის უბრალოდ ერთი კვეთა, ფენების კვეთაზე არის საუბარი ხო თავისთავად. საკეისრო კვეთის დროს ჩვეულებრივი ოპერაციაა და ძალიან მარტივად უყურებენ ამ ყველაფერს. ყველაფერს თავი დავანებოთ, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში უცნაურად იმატა განმეორებითი ორსულობის დროს, აი ნაწიბურში თუ მოხდა ესე იგი და ყველაზე იოლი და თხელი მინდა მოესწრო და ძალიან ხშირად ხდება სწორედ აი ნაწიბურში მომდევნო ესე იგი ბავშვის ჩამაგრება, საქართველოს ღრუში, ნიდაცია ქვე ამ სამედიცინო ენაზე, აი ასეთ შემთხვევაში უკვე ხდება მიმდინარეობს მომყოლის ჩაზრდა, არა ჩვეულებრივ როგორც უნდა მოხდეს საშვილოსნოს კეთლის კუნთოვან ქსოვილში, არამედ გადის მეზობელ ორგანოებში და ასეთ დროს თუ ხალი არ მოხდა მაღალ ვთქვათ კვალიფიცირებულ კლინიკაში აი ამ შემთხვევაში შეიძლება სიკვდილის სიცოცხლის მიჯნაზე გაიაროს და შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს. რატომ? იმიტომ რომ იქ მეზობელ ორგანოებშია ჩაბმული, შეიძლება იყოს ინტენსიური სისხლდენა, ძნელდება მომყოლის მოშორება, ოპერაციული ჩარევა, ის კარგავს თავის რეპროდუქციულ ნორმას, იმიტომ რომ ამოიღონ საშვილოსნო და მრავალი პრობლემა მოყვება ხოლმე. აი ამ მეორე, მესამე საკეისრო კვეთა ეს გახდა ჩვეულებრივი ამბავი საქართველოში, იმიტომ რომ პირველ საკეისრო კვეთას იკეთებენ. კატეგორიულად არ შეიძლება. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ახლა მე მინდა ბევრი უარყოფითი გააჩნია და ბევრი პრობლემა აქვს საკეისრო კვეთის შემდეგ მდგომარეობას, მაგრამ ეხლანდელი სულ ახალი თქვათ სტატისტიკური მონაცემები რაც მე მაქვს გახლავთ ის რომ დროული ბავშვი რეანიმაციაში არ უნდა მოხვდეს. როდის ხდება დროული ჯანმრთელი ბავშვი ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში? როდესაც იწყება ვითომ ესე იგი მოდით სადოთ სტიმულაცია და დავიწყოთ ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე ფიქრი, იწყება სტიმულაცია რასაკვირველია უფრო ამკუთრებს ტკივილს, იმიტომ რომ სტიმულაციის დროს ის დრო, რომელიც განკუთვნილია ნელა-ნელა ყელის გახსნისთვის, ჩქარდება, ამიტომ ტკივილის უფრო ინტენსიურია, თუ მაშინ ვერ დაიწყო თქვა გაუტკივარებამ და თუ ვინმეს უნდა რომ უმტკივნელოთ იმ მშობიარობას, იქაც შეიძლება რომ გაუტკივარება დაიწყოს ძალიან ადრეულ ეტაპზე, თუ როგორც დაიწყება თქვა აი სამშობიარო მოქმედებები რეალური
ასეთ დროს რაც საკვირველია მშობიარობა შესაძლებელია დამთავრდეს უნდკინეულად, თუმცა ამასაც თავის გარკვეული პრობლემები აქვს და თავ შევიკავებდი და დაველოდებოდი ნელა-ნელა ბავშვთან ერთად, იმიტომ რომ ბავშვის ასე ვთქვათ ორგანიზმი, დედის ორგანიზმს ეხმარება გაუტკივარებაში, ოქსიტოცინის 80% თვითონ გამოიმუშავებს, დედას გქონდეს ვთქვათ ჰიპერტონიული კრიზი, ამავდროულად აძლევს გაუტკივარებელად ვთქვათ ნეიროპეპტიდებს, რომლებიც დედის ორგანიზმს ვთქვათ გაუტკივარებას უკეთებს, იცავს სისხლდედებისაგან აგიოტენზინერს და ორ სუბსტანციას, რომ დედა არ დაიღუპოს სისხლდედებთან. ანუ მთლიანად ზრუნავს თავის დედაზე, იმიტომ რომ მას არ ქონდეს პრობლემები და მე იწყებს თავის გაუტკივარებას. ანუ ბავშვი ისე გეხმარება, რომ თუ ეს დედაშვილის ჩვენ მეძახით ხოლმე სამშობიარო ვთქვათ სიმფონია, ესეთი ჰორმონალური დედაშვილის, რომელიც აი ისე ლაგდება ლამაზად, რომ თუ აცდი ამ პროცესს ბუნებრივად წავიდეს, ყველაფერი იდეალურად აქვს. ეხლა რა პრობლემაა ჩვენ? როდესაც იწყება სტიმულაცია, საერთოდ აი რა არის ნიშნავს დედის ინფორმირებულობა და ამ წიგნში ეს წერია არაჩვეულებრივად ჩვენ რომელსაც მათ ვურიგებთ. ბავშვი, როდესაც დედის ორგანიზმში იმყოფება, სუნთქავს ამფიბიასავით. ანუ საშვილოს, ესე იგი, სანაყოფე წყლები ჩადის ფილტვში და ამოდის. რატომ? ალვეულას ამზადებს შემდეგ უკვე ჰაერით სუნთქვისათვის. თუ ჩვენ ვიწყებთ სტიმულაციას, ასეთ შემთხვევაში ალვეულაში იმაზე მეტი წყალი ჩადის, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში. თუ ეს სტიმულირებული მშობიარობა დამთავრდა ბოლოს აკეისრო კვეთით, ბავშვი იბადება სველი ფილტვით, ჯანმრთელი, სახსალამათი დროული ბავშვია. თუ ეს ბავშვი გაივლის დედის გასავლებს, ანუ საშუალოსნოს დატოვებს და ფიზიოლოგიური მშობიარობის გზით, აი ვიწრო გასავალში ბოლომდე იწურება ალვეულად და თავისუფლდება სითხისაგან და ბავშვი, როდესაც გამოდის გარეთ, მას უკვე იგი დაიბადება ჩასუნთქვის დროს ალვეულა არის თავისუფალი და მზადაა ჰაერის ჩასასუნთქად. მაგრამ თუ ის დაიბადა საკეისრო კვეთით, ალვეულას ავსია წყლით, რასაც სველი ფილტვი ქვია და ასეთ შემთხვევაში ბავშვი შესაძლებელია მოხვდეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამიტომ დედებმა უნდა იცოდნენ, რომ თუნდაც ჯანმრთელი ბავშვი, ეს ერთი მნიშვნელოვანი და მილიონი ასეთი ვთქვათ რამ შეიძლება მოუყვეთ, იგივე ძუძუთი კვებაზე იმხელა უპირატესობა აქვს რძეს ხელოვნურ საკუთრებაში დარებით. მთელი მისი ცხოვრების ჯანმრთელობა, არა მარტო ახალშობილობის პერიოდში, არამედ დარჩენილი ცხოვრება ის დაცულია ონკოლოგიური პათოლოგიებით და ნეიროდეგენერაციული პათოლოგიების და 1000 სისტემური დაავადებებისგან, რომელიც ფაქტობრივად უმკურნებელი. მშობიარობამდე მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მივიღოთ ყველაფრის. ეს არის თემა, რომელიც არ ეყოფა ძალიან ბევრი დრო, მაგრამ თქვენაც შეეძლოთ ეხლა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გავაკეთეთ და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობთ თქვენს მობრძანებისთვის. უწმიდესია და უნეტარესის ილია მეორის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში მედიცინის დოქტორი ქალბატონი ვერიკო ბაზიარი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.